მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მივესალმებით მაყურებლებს, საოცარი საზოგადოება ყავს. გამარჯობა ნიკა, რამდენი ხანი არ მინახეთ შენ. საუბრობდი ხარ. ულამაზეს ქალბატონები ყავს სტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით გვინდა დავიწყოთ დღევანდელი ეთერი. რა გავლენა აქვს მამებს შვილების აღზრდაში და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა აღზრდის პროცესში. ჩვენი სტუმრები არიან ფსიქოლოგი ქალბატონი ირინა ნიკოლეიშვილი, ჩვენი კოლეგა ნიკა ლებაინძე, ულამაზეს ელენესთან ერთად და ავთო ცეცხლაძე კატოსთან და ანასტასიასთან ერთად. ანიტასთან ერთად ასევე ძალიან ლამაზი მოკლედ საოცარი ქალბატონები არიან დღეს ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. აი ამ სურათს ალბათ არ ვიცი, შეუცვლელია და ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ნუ ოჯახური აღზრდა რომ შეუცვლელია, ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და რომ მის ასე ვთქვათ წარმატებულობას დედის და მამის თანამონაწილეობა განსაზღვრავს თანაბრად, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ვსაუბრობთ როგორც ვთქვით მამებზე. და სუპერ მამები არიან მართლაც ავთოს და ნიკას სახით ჩვენთან გადაცემაში. სტუმრად მათ ურთიერთობებზე, დამოკიდებულებაზე, მამაშვილობაზე, შვილებთან მიმართებაში ურთიერთობებზე აუცილებლად ძალიან მალე ვისაუბრებთ, მაგრამ ქალბატონო ირინა, თავდაპირველად თქვენით რომ დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში, აი ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს მამის ფიგურას ბავშვის აღზრდასა და ცხოვრებაში და აქვე რომ დავაკონკრეტოთ, აი როგორც ბიჭის ცხოვრებაში, ასევე საინტერესოა გოგონებს რა შეეხმარებათ მამებთან ურთიერთობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ისეთ საოცარ სიტუაციაში ვიმყოფები მართლა თქვენ სტუდიაში ხშირად ვსტუმრობ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა ასეთ ქალბატონები მიმშვენებენ გვერდს თავიანთ მამიკოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის მონაწილეობა და განსაკუთრებულია იმის ხაზგასმა, რომ პირველი საწინააღმდეგო სქესი, რომელსაც პატარა განიცდის, გოგოსთვის არის მამა და ბიჭისთვის არის დედა. ეს ურთიერთობა თავდაპირველად სულ ახალშობილობიდან იღებს სათავეს და შემდგომ ხდება ამის სახეცვლილება, შემდგომ ხდება დაუშვათ პატარა გოგონას მოწონება საბავშვო ბაღში ბიჭის მხრიდან, შემდგომ მასწავლებლის, ასე ვთქვათ, ხიბლი და ქალის როლის შეძენა, შემდეგ თავისი რჩეული გოგონას ფორმირება და ის მიმართულება, რომელიც მას ხიბლავს ქალში, ასეთ რჩეულს იძენს. ასევეა გოგონა პირიქით, როდესაც მამასთან ურთიერთობს პატარა ასაკიდან იმ სითბოს, იმ დაცულობას, იმ თვისებებს, რომელიც მამას ახასიათებს, ეს რაღაც გარკვეული ხატი ექმნება და მე მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ამ ურთიერთობის ძიებაშია და ხიბლავს ზუსტად ის მომენტი, რომელიც მას აკავშირებს მის რჩეულ საყვარელ მამიკოსთან. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი რასაც დავძენ თავდაპირველად არის ის, რომ ეს ურთიერთობა არ იწყება გაჩენის შემდეგ. ეს ურთიერთობა იწყება მოწვათ ყოფნის პერიოდიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ არის აუცილებელი ფიზიკურად ხედავდე, ფიზიკურად ეხებოდე შვილს. შესაძლოა ვირტუალურადაც გქონდეს დაუშვათ ის ემოციური კავშირი, თუნდაც ერთი რეპლიკი, თუნდაც ერთი შენი ზარი, თუნდაც ერთი ხელის შეგრძნებით, მიმიკით, ჟესტით, მზერით და ასე შემდეგ. ეს ყოველდღიური, ყოველწუთიერი თანადგომა, მხარდაჭერა, სიძლიერის განცდა მას თან უნდა სდევდეს პატარაობიდან. და ეს მხარდაჭერა თან სდევთ ჩვენს პატარა სტუმრებს ნიკას და ავთოს მხრიდან, ხო? საპირისპიროსაც ვძნობთ ხოლმე ძირითადად რა. აქედან მოდის ხოლმე მხარდაჭერა და ეს პასუხისმგებლობაც ესეთია რა. ორმხრივი ეს ურთიერთობა. ორმხრივი არის ნამდვილად და ჩემს შემთხვევაში ცოტა განებივრებულიც არის რადგან ჩემი საქმიანობიდან სულ დროის პრობლემაა. რუსთავის მაყურებელი ნიკა ხა ძალიან კარგად გიცნობს, შენ ძალიან ბევრი წელი ამ სივრცის წევრი ხარ, მაგრამ მაინც შევახსენებ მათ, ვინ შეიძლება არ იცოდეს, რომ ნიკას აქვს შეთავსებული ფაქტობრივად რამდენიმე პროფესია ერთდროულად და ძალიან წარმატებულად ახერხებს ამ ყველაფრის მიუხედავად დროის მენეჯმენტს, ის არის მთასვლელი, ოპერატორი, ჟურნალისტი და ასე შემდეგ, თუმცა ახერხებს მაინც რომ იყოს საუკეთესო მამა ელენასთვის. აი რა დროც მაქვს, ბევრი არ მაქვს, მაგრამ რაც არის, ვწდებ ხარისხიანად, ჩემთვის ხარისხიანად შეიძლება არ ვაკეთებ სწორს, მაგრამ ნუ უარი არ გვაქვს. როგორია თქვენი ურთიერთობა, ნიკა?
ძმაკაცური ძირითადად. მაგრამ უფრო ეს დედოფალია და მე ვემსახურები ესე ვთქვათ რა. ხო და რამხელა დატვირთვა აქვს და რამხელა ემოცია აქვს, როცა უკუგებას იღებ, ხო? უკუგებას, მაგრამ დღის ბოლოს არის ხოლმე ხშირად რომ შენმე დღე გამიფუჭე და მაგით თავდება და ტრაგედია და მაყურებელი აი ახლა ხედავდა თქვენს კადრებს, ნიკა ძალიან ბევრს მოგზაურობს ხოლმე საქართველოს სხვა კუთხეში, არც მსოფლიოს სხვა წერტილში, თალში, ბარში, მაგრამ ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე თქვენი ერთობლივი მოგზაურობა. აი ელენესთან ერთად როცა ვცდილობ მე თვითონ რასაც ვაკეთებ, ის ვანახო, ანუ არ ვაძალებ, აი მაგალითად ახლა თხილამურზე ძალიან მინდა იდგეს, მაგრამ უარზე არის, არ უნდა და მეც ისე მივაყარებ, გამოვალ და არ იმავშვები და დანარჩენს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ალბათ ყველა მშობელის ისიც არის რაღაცნაირი ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გააცნოს პრაქტიკულად და არა თეორიულად, რომ იქ იცი რა ლამაზია რაღაც წაიყვანოს რამე ძეგლთან და დაათვალიერებინოს, როცა შეიძლება მაგალითად იმ ძეგლთან ღამე გაათიო კარავში სიტუაცია ცეცხლი დაანთო და ადამიანს ბავშვს ასწავლო ესეთი საბაზისო ცოდნა მიცე, რომელიც ძალიან გამოადგება სხვა დროს. სხვა დატვირთვაც შეუძლებს. არა მარტო ის რაღაც შენიცმებით. ნიკა, იცი მე ესე ვიცი რომ თქვენთვის არ არსებობს თქვენს ურთიერთობაში არა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვა შეკითხვა, რამდენად მკაცრი მამა ხარ და თან მიკროფონს ავიღებ, იმიტომ რომ ელენესგანაც მაინტერესებს შემდეგ. მოდი, ელენე, გამომართეს მიკროფონი, ჯერ მამიკომ გაგცეს, მოდი პასუხი და მე შენს აუცილებლად კითხავ. ხარ მკაცრი მამა? ვერ. სურვილი მაქვს, მაგრამ არ გამოდის. ეს როგორ იცით აი რა ხან თქვენ ურთიერთობაში არა მართლა არ არის. ძირითადად აი 99% არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია. მაგრამ ესე გვიწევს რა, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე იმდენ დროს ვერ ვატარებ, ამიტომ რაღაცა ჩემ თავში ის მაქვს ასე ჩადებული რომ ანუ უნდა გავაკეთო რა. ეს არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ხო მამები არის კარგი. ყველაზე მეტად ათამამებენ ხოლმე შვილებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი არიან გოგონები ხოლმე, ხო? არის ეს სწორი ურთიერთობის ფორმატი, ირინა? არა მარტო მამები, მინდა გითხრათ, დედებიც ესე ვართ. მე ვიტყოდი, რომ არასწავლა არის სხვა ფენომენი საერთოდ. არა იმიტომ, რომ რაიმეს გრძალავთ, ან რაიმეს არ ვასრულებთ. ეს არის იმისთვის კეთდება ამის სწავლა, რომ შემდგომ მას მოუწევს ცხოვრებაში ამ არასთან შეხება და გამოცდილება პირველი რაც უნდა კონდეს სამართლიანი, ანუ ობიექტური მიზეზის გამო არა უნდა არსებობდეს და არა იმის გამო, რომ მე რამე მეზარება, ან იმიტომ რომ შესაძლოა, რომ თქვენ ძალებს ერთვენი ერთ დღეს რაღაცა აღემატებოდეს და მას უნდა შეეძლოს თქვენი თანადგომა და არა იმიტომ, რომ იმედგაცრუებას ღებულობს, ანუ მას გამოცდილებაში ექნება 1000 კი, მაგრამ ერთი არას მიღება ძალიან გაუჭირდება. აი ეს ყოფილა ესეთი წარე გამოცდილებები, როდესაც თქვა სურვილი ისე ჯერჯერობით ისე იმ მიმართულებით მივიდოთ, სადაც ჯერჯერობით მაქვს იმის ესე ვთქვათ ძალა, რომ არა არ თქვა. უნდა ვეცადოთ, რომ ეს არა იყოს რაღაცას საფუძველზე უნდა არსებობდეს, როდესაც დაუშვათ ითხოვს რაღაც ისაც თქვენ ძალებს შეესაბამება და შეგიძლიათ რომ გაართოთ, გმირი იყოთ, გაასეირნოთ რაღაცა ქნათ, მაგრამ დაუშვათ არის ისეთი რაღაცა, რაც აგრძალვის ფორმაა და უნდა შეეცადოს, თუნდაც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო რო იყოს, დაუშვათ, თუნდაც საზოგადოების წესებს რო არ ღვევდეს ან რაღაც. აი ეს არა რაღაც ისევი თამაშით, ისევი ყურადღების გადატანით, ისევი სიყვარულით, რომელიც თქვენ შორის არსებობს. და რაც თავარია დათმობით. თავარია რომ ასწავლოთ დათმობა. და ამ ურთიერთობით გადავახავთ ყველა არას. ელენე, მოდი ახლა შენ მინდა რომ გითხრა, როგორი მამაა ნიკა? მოგვიყევი, რა მოგწონს ხოლმე ყველაზე მეტად? რისი კეთება მამიკოსთან ერთად? როცა მივდივარ სხვადასხვა ადგილებში. სხვა ადგილებში, ესე იგი მოგზაურობა გიყვართ ერთად, ხო? ხო. ხო, და რას აკეთებთ ხოლმე? მე ვიცი რომ ძალიან ბევრს დადიხართ ულამაზესი ვიდეოები გაქვთ ფოტოსურათი. ხოლმე ვივდივართ ბრილიანტის ხიდზე, ფერადი უდაბნოში და ჯერ რამდენიმე დღეში უნდა წავიდეთ ასაფლიაში.
სათაფლიაში ვიცი. ყველაზე დიდ გამოცდილებას აძლევს მამიკო მას. ჩემი ესე ვთქვათ საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ვიცი, იმას ვასწავლი რა. გადასარევი. თვითონაც ხარ და მოყვება. კი და თან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია ჩემ ანუ ეს გეოგრაფია იქნება რაღაცა პირველადი ესე ვთქვათ წეღანაც ვახსენე საბაზისო რაღაცა ელემენტები, რომელიც ყველა ადამიანისთვის საჭიროა და რაღაცა ეს პრობლემა მარტო ბავშვებში არ დგას, რომ ჩვენ ცოტა დაშორებულები ვართ ბუნებასთან რა, ანუ ეს ჩემ სუბიექტური იმიდან გამომდინარე ხედვიდან. და ვცდილობ ეს ყველაფერი ჩაუდო რა, იგივე ეს იქნება რაღაცა წეღანაც საუბრობთ რაღაცა ცხოველებთან ურთიერთობა ქვეწარმავლე, ანუ ბუნებასთან ვცდილობ იყოს ახლოს. ანუ მე რაც ვიცი იმ არეალში ტრიალებს ესე ვთქვათ. პირად საუბრებში მითხარი, რომ ხშირად კრიტიკა ისმოდა ხოლმე ჩემს მიმართ, სწორედ აი ურთიერთობის სამ ფორმატის ცოტა მეტ რისკებს უშვებ, რომ მეტი რისკი გქონდეს და თვითონ შეაფასოს. საკმაოდ ფრთხილი არის ეს ალბათ უფრო სუბიექტური ბუნებიდან გამომდინარეა, მაგრამ რაღაცებს მაინც ისე ლოგიკურად რისკავს რა. და ვინც ვიცნობთ ავთოს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი აქტიური მამა არის ის და რამდენად ესე იგი თხემით ერფამდე ჩართულია პირდაპირ შეიძლება ითქვას კატოს და ანიტას აღზრდაში, მაგრამ ალბათ თქვენს მამაშვილობაზე ავთო ყველაზე უკეთ მაინც შენ მოყვები და მოდი ვიქარი როგორი მამა ხარ. და ქალბატონმა მნიშვნელოვანი ფაქტი თქვა, რომ მუცლად ყოფნიდან იწყება მამაშვილური ურთიერთობა. აი არ ვიცი, ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, საერთოდ სანამ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე ვიყავი მამობის სურვილით, მამობა მიდოდა ძალიან. არის ყველა ბავშვთან საერთო ენას ძალიან მარტივად გამონახავდი ხოლმე და ვოცნებობდი ჩემ შვილებზე. ხო, შენ? ხო, და მუცლად ყოფნიდან უკვე მე და კატოს ურთიერთობა, ანიტას ურთიერთობა თავად შემიძლია ვთქვა, რომ დაიწყო. შეიძლება არ ვიცი სწორია, არასწორია, მითია რეალობა, მაგრამ ველაპარაკებოდი მუცელში როცა იყო, ველაპარაკებოდი მაშინვე ანიტასაც და კატოსაც. ვცდილობ კატოს შემთხვევაში მით უფრო დიდი დოზით ჩემს საქმიანობაში ჩართული ვიყავ. რა თქმა უნდა, არ ვაძალებ. შენ ხარ არ ვაძალებ, მაგრამ 2 წლის იყო არც იქნებოდა, როცა სამსახურში დამყავდა. აქტიურად ერთვებოდა. კატო ამ სივრცის სტუმარიც ყოფილა და მოგიმზადებიათ ჩვენთვის გემრიელი კერძები. დღეს ისევ აქ ხარ კატო. და რაღაცა მომენტში ამაყივარ, რომ 6 წლის ასაკში თანაბრად შეუძლია ისაუბროს ცომზე იქნება სამსარეულოს ბევრ დეტალზე და არა მარტო. საუბრობთ რა მნიშვნელობა აქვს მამის ფიგურას ბავშვების ცხოვრებაში და ავთოს შევაწყვეტინეთ და მინდა რომ განმოგზოთ მით უმეტეს ავთო ის მამა, რომელმაც პროფესიების გარკვეულ ნაწილზე უარიც კითხვა იმისთვის, რომ ბავშვებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობა ქონოდა და ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელია პირველ რიგში. ანიტას დავაკელი, პატარას დავაკელი დიდი დოზით ყურადღება და მივხვდი წელიწად ნახევრის იყო, სადღაც უკვე მივხვდი, რომ ეს არ შეიძლებოდა გაგრძელება, იმიტომ ბავშვი ვერ იცნობდა, იმიტომ ძალიან დატვირთული გრაფიკი, ღამეების თენება, დღე-ღამეში 2 საათი ვიყავ მოკლედ სახლში და მე მივხვდი, რომ არაფერი ფასი არ აქვს უამად როგორ თქვა ამად გარეშეყოფნას კი და გადავწყვიტე რომ გადავლაგდი ჩემ პროფესიას არ ჩამოვცილდი მაგრამ გადავლაგდი ისე რომ სამსახურს უთმობ 2 საათს და დანარჩენს ჩემ შვილებს ნუ დღეს ფაქტობრივად ყველაზე დიდ ნაწილს კი და აი ხაც ათომამა რო თქვა აი ამ სიტყვების გაგონებას რა სამსახური, რა შემოსავალი გადაწონის მე არ ვიცი. ამიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ყველა წუთი რომ ანიტა გითხარი რა ათომამა გეხვეწები რა. ათომამა გითხარი. ტკბილად და გემრიელად რო იწახი. თუ რამის აი ის უნდა და ვერ ბედავს და აკრძალული აქვს, მაშინ უნდა თქვას ათომამა. იცი სად დამაჭიროს და მე რომ დაუსრულო ყველაფერი. კატო მოდი შენ გითხარი. შენთვის რას ნიშნავს მამასთან ურთიერთობა? ყველაფერს. როგორ ატარებთ ხოლმე დროს ერთად? ხანდახან ხინკალს ვაკეთებ. ხანდახან
ხანჯალს, ხანდახან გურულ ყვედელს და ბევრ რაღაცებს. მოკლედ, მამები საკუთარ პროფესიებს ათვისებინებთ თქვენ შვილებს, როგორც მივხვდი, ხო? ჩვენთანაც ყავს გაკეთებული სტუდიაში. იცი რა არის, აი ბავშვობიდან მე რამეს ვიცი და ჩემი მშობლები, ბიძები, მამიდები, დედები, ყველანი რა თქმა უნდა სწორები იყვნენ, მაგრამ აი რაღაცის გაკეთება რომ მინდოდა მათთან ერთად, მაგალითად ჩაქუჩის დარტყმა ურსმანზე რაღაც ისეთ კაცური საქმე მეტყოდნენ ხოლმე რომ მოიცა ამას ჩვენ გავაკეთებ ეს ბავშვის საქმე არ არის და შენ არ ქონდა ხოლმე შესაძლებლობა ხო ეკეთებინე ის რაც გინდოდა და ამას რომ ვუმეორებ აი სიგნალი აი სოსიგნალი ირთვება ჩემ ტვინში რომ ეგ არ თქვა მოდი ნუ გააკეთებ ისეთ რაღაცას რამაც შეიძლება აავნოს ან გააფუჭოს პროდუქტი და ნუ წამოიწყებ მაგ თამას, მაგრამ თუ წამოიწყებ აუცილებლად გამოყავი ის ინგრედიენტი იქნება თუ რასაც აკეთებ იმ მომენტში, რომ ანუ ყურადღება 100%-იანი რომ მანაც გააკეთოს და სულფასოვნად იგრძნოს თავი. იმიტომ მე ეს რაღაცნაირად დღემდე მომყვება, რომ მოიცა ამას მე შევძლებ, ანუ ეს საჩემო არის, ანუ რაღაცა კომპლექსის მატარებელი არის რომ ხო ტრამვები ერთგვარი აი საქაც მე აგვიშენებია მე და კატოს მაგალითად სოფელში ერთად აი ერთი პოსტი დავდე და ვიდეოც ავაწყე ამასთან დაკავშირებით რომ დაბადებული არ იყო თქო როდესაც ვიცოდი მე რომ რაღაცა ასაკში ორის იქნებოდა 1 თუ 6 თვის მე და კატო მარტო წავიდოდით გურიაში და ეს ავისრულე ერთი ესეთი ტრიპი მქონდა მე და კატო წავედით გურიაში 2 დღით და იქ ვიგულავეთ თუ 3 დღეს 3 იყო ხამე 2 ბოდიში შემიშა ინა მაგრამ მაინც ბევრი ცხოვრებისეული მაგალითი ვიცით როდესაც რომელიმე მშობელი არ არის აქტიურად ჩართული ბავშვის აღზრდაში ხო საინტერესოა აი როგორ პიროვნება ჩამოყალიბდება ადამიანი ერთნიშნულოვნად ორივე მშობელი განსაზღვროს და განაპირობებს ამას რა თქმა უნდა ამ ფაქტორის ყველაზე მტკივნეული მხარე არის ის რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში ორივე მშობელს თანაბარი როლი აქვს და როდესაც თვითშეფასება ყალიბდება ბავშვის ამ სრულწლოვანობამდე, ასე ვთქვათ, თავის განვითარების პერიოდში, მასში ის განცდები, რაც ქმნის სრულფასოვნების განცდას, გარკვეულწილად, როდესაც არ მონაწილეობს მეორე მხარე, იქნება არასრულფასოვანი, ხო? თუნდაც დროის მოკლე პერიოდი ხვდებოდეს, ვერ შეედრება იმ სრულფასოვან ოჯახში მიღებულ განცდებს, რასაც ესა თუ ის ახალგაზრდა ღებულობს როცა ოჯახი არის მთლიანი. ეხლა აქვე შეიძლება მომედაოთ და მითხრათ, რომ ზოგი მშობლის ყოფნას, სახში ასე ვთქვათ, ან იმ კონფლიქტურ სიტუაციებში ყოფნას, ჩვენებას, ან იმ დაძაბულობას ჯობს, რომ არ იყოს და იყოს გარიდებული, ხო? ხშირად მშობლები ესე მომმართავენ, რომ მირჩევნია იყოს ცალკე, ან არ უყუროს ჩემმა შვილმა ამ ყველაფერს. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი უნდა ქნას ორივე მშობელმა, რომ ეს ერთიანობის განცდა თუნდაც იმ მომენტში, როცა ბავშვთან იმყოფებიან, თამაშიც რომ მოუწიოთ. მათ ძალებს რომ აღემატებოდეს ეს ურთიერთობა, მაინც უნდა მოახერხონ განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ სწორედ შეფასებას იმ კონფლიქტების, იმ უწმაწური სიტყვების აღქმის და უშუალოდ იმ ძალადობის და ასე შემდეგ. უნდა სულ როლში იყოს მშობელი, რომ განარიდოს ამ სიტუაციას და როდესაც ისინი სრულფასოვან ასაკში იქნებიან, ანუ უკვე სრულწლოვნები გახდებიან, ისინი თვითონ გადააფასებენ ამ ყველაფერს და მათ უკვე შეეძლებათ იმ აგრესიის თავისებურად გამოვლინება, ან თუნდაც არარსებული აგრესიის, როგორც აქამდე მოვიდნენ, შეძენას ან გამოვლინებას რაღაცნაირად. მთავარია, რომ ჩვენ შევძლოთ ისინი კეთილშობილებად, არა ბოროტებად, არა ნაკლებ თვითშეფასებით, არა დათრგუნულებლად გავზარდოთ და მივიყვანოთ იქამდე. რაც აძლევთ მას იმ ძლიერმეს, მყარმეს და იმ კარგი მამობის ან კარგი დედობის მაგალითს.
ნიკას და ავთოს შემთხვევაში ისინი არიან გოგონების მამები, მაგრამ მათგან განსხვავებული ამბავი უკავშირდება ლაშას ის ორი ბიჭის მამა. აბა როგორი მამა ხარ ლაშა გითხარი? იცი რა, არ ვიცი, ალბათ კარგიც და ცუდიც, კარგი იმ კუთხით რომ ეხჩემშულები დიდები არიან და კარგი ალბათ იმ კუთხით რომ მათთან მიმართებაში რასაკვირველია ფარგლებში არ არსებობს უკან გადადგმული ნაბიჯი ისევე როგორც ნიკასთვის ავთოს და ყველა მამისთვის ვინც თავის შვილებთან მიმართებაში ასეთ დამოკიდებულებით არის და ცუდი ალბათ იმ კუთხით რომ ნიკასი არ იყოს ნაკლები დრო რაც არასოდეს არ დაბრუნდება ყველაზე ალბათ მყინვარული ეს არის იმიტომ რომ არსებობს პროფესიები სადაც ხალხი მუშაობს მაგრამ ფიქსირებული დროა 10-დან 6-მდე და მერე უკვე მთელ დროს ატარებენ შვილებთან. ჩვენი პროფესია ბიჭებთან ურთიერთობას რა თავისებურებები აქვს საინტერესო ესეც არის. ხო, იცი რა, თავისებურება ხა მან ან სირთულე არ ვიცი. არის, რთული არის, არ არის ესე მარტივი, ჯერ ეს ერთი ალბათ გაცილებით უფრო დიდი ნერვიულობა გიწევს განსაკუთრებით თინეიჯერ ასაკში, ხო, ეს ხო, ანუ ეს თავისთავად მოყვება არა მე პლუს ამას კიდე არ ვიცი ხა დამეთანხმებით თუ არა და ეს საერთოდ ნორმალურია თუ არა არსებობს რაღაცა თემები რასაც თქვათ არ გაგიმხელენ შენ გაუმხელენ დედას და ანუ ძალიან ბევრი რამ არსებობს თუმცა იმას დავამთავრებ იმ მომენტს აი ამ პროფესიიდან გამომდინარე დღეს ჩვენ თითოეული ჩვენგანი რასაც ვემსახურებით ხო დღეს თუ კი ჩვენ რამეს წარმოვადგენ ჩვენ პროფესიაში და მათ გვერდში უდგევართ ისევ და ისევ მათ აკეთილღებოთ რომ არ გაგვევლო აი ის უძილო გამეები რაც ავთომ თქვენ მე ისეთი პერიოდი მაგ გადატანილი როცა ტელევიზიაში მუშაობას ვიწყებდი წარმოუდგენელი მაგრამ იწევდა ღამის დენები რო არ გამეკეთებინა ის დღეს მე არ ვიქნებოდი მათ გვერდში ისე როგორც ვარ წარმოუდგენელი და ეს მამშვიდებს მაგრამ მაფორიაქებს ის რომ ვერასოდეს ვეღარ დავაბრუნებ იმ დროს ეს ბავშვები როგორ გაიზარდნენ და ეს გარკვეულწილად ძალიან დიდ შინაგან დისკომფორტს მიქმნის. ნამდვილად ძალიან დასაფასებელია მამების მხრიდან ესეთი დამოკიდებულება, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და ქალბნერინა არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ აი გოგონების შემთხვევაში ხშირად ქალები თავის პოტენციურ პარტნიორში სწორედ ისეთ თვისებებს ეძებენ, როგორც ახასიათებს ხოლმე მამას, მაგალითად თუ მამა კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულია მათ მიმართ, ხშირად სწორედ აი ასეთ ადამიანს იყენებენ ხოლმე გვერდში. მაგრამ აი ბიჭებთან მიმართებაში საინტერესოა მამის აქტიური ჩართულობა. თუ ამცირებს აი ამ ერთგვარი სარისკო ქცევითი პრობლემების არსებობას დღის წესრიგში. რა არის იცით მინდა სწორედ შევაფასოთ, როცა შვილი რა არის მშობლისთვის. შვილი არის შენი სიყვარულის, შენი მეორე ნახევართან ერთად სიყვარულის ნაკოფი, ხო? ანუ ის განცდა რა განცდითაც არის ჩასახული შვილი და რა განცდითაც მოევლინა და რა განცდითაც ზრდი, ეს მიყვება მას მთელი ცხოვრება. გოგო იქნება თუ ბიჭი იქნება, ის მზრუნველობა, რომელიც მშობლიდან მას მოსდევს, გარკვეულ გამოცდილებას აძლევს. ის ღირებულებებითაც იზრდება თუნდაც მამის მხრიდან იმ მაგალითებზე. როგორია ის ვაჟკაცობაში, როგორია ის ქალის მიმართ, როგორია ის პატრიოტი, როგორია ის მშრომელი, მზრუნველი მეგობრებისთვის, თუნდაც ალკოგოლის მოხმარების დროს, როგორ კარგავს თუ არა ქცევას, როგორია ის გაბრაზებული. ეს გარკვეული მაგალითები ბავშვებს რა თქმა უნდა ცნობიერებაში რჩებათ. იდენტურად არ გამეორდება, მაგრამ საბაზისო სწორებას, რაზეც ვაკეთებთ, არის ის ჩემი მშობელი. ინდიკატორი ხდება ამ ყველაფერში. გოგოს, რომელსაც ხომ წარმოუდგენელია სამომავლოდ ამის გვერდზე მოხდეს ადამიანი, ეხლავე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომელსაც ბუნება არ ეყვარება, რომლისთვისაც აღფრთოვანება არ იქნება მოგზაურება. წარმოუდგენელია, რატო? იმიტომ კი არა, რომ დღეს მამას დაყვება, იმიტომ რომ მას ცნობიერებაში სიამოვნებას ანიჭებს ეს გარემო, ეს ურთიერთობა, ეს თანხwebdriver. აქედან გამომდინარე მის გვერდზე აუცილებლად, როცა ის რაღაცაზე დაფიქრდება და არჩევანს გააკეთებს, საბაზისო მაინც ის იქნება, რომ ისეთ ადამიანს შეარჩევს, ვისთან ინტერესებში მაინც ნუ ყოველ შემთხვევაში ნორმა და სწორი გზა ესეა, ხო? ან შესაძლოა რადიკალურად დაუშვათ მოიხიბლოს იმით, რომ რაც მამისთვის მიუღწეველი და დაუშვათ ამოუცნობი იყო,
რაღაცა ის ინტერესი კონდეს და იმასკენ გადაიხაროს. მეტნაკლებად ჩვენ ხო მათ უნდა მივცეთ თავარი, რომ ისინი თავისუფლები გაიზარდონ, ისინი გაიზარდონ თავის თავში დაჯერებულები, ისინი გაიზარდონ მეტი, რომ არ იყვნენ ჩვენ და იყვნენ მე. იყვნენ პიროვნებები, რომლებიც თვითონ გაიხარებენ, თვითონ შექმნიან, თვითონ გადაწყვეტენ. ჩვენ ვაძლევთ ამ ყველაფერში ну, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სტუმრები მაინც ცდილობენ რომ აქტიურად იყვნენ ჩართული და დაეხმარონ თავიანთ შვილებს, მაგრამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად სულ განცდა მაქვს ხოლმე რომ მშობლობა, როგორც დედობრივი სიყვარული, ასევე მამობრივი, ბევრ ასევე შიშსაც უკავშირდება და ჩვენ შევეცადეთ რომ რამდენიმე ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული შიშისთვის მოგვეყარა თავი, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა რომ დაინახოს ეს ყველაფერი ეკრანზე. პირველი შიში, ასეთი პატარა ხელში როგორ უნდა დავიჭირო, რამე არ ვატკინო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში. სულ ფხიზლად უნდა მეძინო, ეს შეკითხვის ფორმით გაჟღერებული შიში. მე ვერ ვიქნები კარგი მამა, მამა ჩემიც არ იყო საუკეთესო, რომ მარტირდეს ვერ გავაჩუმებ. მეშინია რომ ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვის გარშემო იქნება და არაფრის დრო აღარ დამრჩება. საინტერესოა მენტალობასთან თქვენ თუ გაქვთ აი თუ ამოიცანით თქვენი თავი ვთქვათ ამ ჩამონათვალში მე პირადად ვერა და თუ გინდა ჩამახედე გავუშვი შუქიზლად უნდა მეძინოს აი გინდა არ გინდა ფხიზლად გძინოს ორივესი ერთი პატარა წამოტირება და შენ გეგვიძება მაგას ანუ შეგრძნების დონეზე გაქვს ამათი წუხილი. სხვა დანარჩენს ვერაფერს ვერ ვეთანხმები. ასეთ პატარა შეგ უნდა დაბადებული იყო და აი ეს პატარა ხელში როგორ უნდა დავიჭირო, მაგალითად ადრეულ ასაკში ვიცით რომ კაცებს აქვთ ხოლმე მსგავსი ტიპის შიში. ნეტა აი ველოდებოდი წამებს წუთებს, როდის დაიბადებოდა რომ ხელში მყოლოდა გამესეინებინა და ნიკა ესწრებოდა კიდეც მშობიარობის პროცესს გოუპროტი ვიღებდი, ახლა გვეყვებოდა კადრს მიღმა. და ეს დაგეხმარა ვთქვათ რომ მსგავსი ტიპის შიშები გადაგელახა ეს პირველ წამებში შენ შულთან ურთიერთობა. ეს ყველა რეფლექსური იმ მომენტში თემა არის რა და ესე სიგნალიზება ერთადერთი რაც არ მესიამონა ერთხელ მომიყვანა ვინმე ალექსანდრე 3 წელს იყო რაღაცები ვეძახე მოდი არა და წავიდა ალექსანდრესთან ერთად სათამაშო და ძალიან გავბრაზდი ჩარჩები ეჭვიანობის ფაქტებს აქვს უკვე თქვენს ურთიერთობაში ადგილი. ესე არა რა. ნუ ყოფილა პატარაობა ყველა საქმე მგონი აი რო ძინავს მისულხარ რომ აბა ხო ძინავს ნაღდათ და რამე ხო არ არის. ოღონდ მუიტირებენ. იმიტომ რომ ეგ პუნქტი ჩემთვის არის იგივე რომ პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს ვიცნობ არ ვიცნობ ჩემია სხვისია. ოღონდ აი პატარების სახეზე ცრემლი ნუ იქნება და თორემ აქ შემთხვევაში მე ვტირი ხოლმე. ჩემი ბიოგრაფიიდან, მამაშვილური ბიოგრაფიიდან შემიძლია გავიხსენო, რატო რომ ატირდეს ვერ გავაჩუმებ. კატო იყო სადღაც 6-7 თვის შეეყარა ეს გავრცელებული იყო მაშინ ღორის გრიპი. ხო? ანუ გამოუცდელი მამა ვარ. დედა სოფო იმ მომენტებში მიფრინავდა უცხო ქვეყანაში, ასე ვთქვათ და დავშით მე და კატო. მე მგონი აი ის კვირა იყო გარდამტეხი ჩვენ ურთიერთობაში კიდე, სადაც ჩვენ კიდე უფრო დავახლოვდით. წარმოიდგინეთ გამოუცდელი მამა ზოგადად ну დედა კიდე რაღაცნაირია ხო, მაგრამ ღორის მე და კატომ ერთად გადავიტანეთ ღორის გრიპი და მე როგორც მამა უფრო მეტად მამად ჩამოვყალიბდი ვიდრე მანამდე ვიყავ. და ალბათ ამ გამოცდილებამ უკვე თავდაჯერებულობაც მოგიტანა. ძალიან დიდი სტრესი და პასუხისმგებლობა იყო, კაი გაგებით. კიდევ ერთი ჩამონათვალი უნდა შემოგთავაზოთ, რა უნდა გააკეთონ მამებმა სანამ ბავშვი გაიზრდება, ხო? აი ეს ყველაზე გავრცელებული ესე ქმედებების ჩამონათვალი. პირველი ეს გახლავთ რომ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოთ და არა მარტო ფიზიკურად. მეორე, მისთვის უნდა გახდეთ გმირი. იცოდე რომ შენ სამსახურიდან დაბრუნებას სულ მოუთმელად ელოდება, ამიტომ არ დაიგვიანოთ, ენდე მას და როცა გაიზრდება თავისუფლება მიეცი და მეხუთე ასწავლე როგორ გამოიყენოს ფული. ფულს ეს მასწავლეს როგორ გამოიყენოს. რომელს ეთანხმებით ამ ჩამონათვალიდან? ნუ რაღაცებს კი რა, ნუ დღესთან რაღაც სხვანაირი თაობა წამოვიდა რა, ძალიან სმარტები არიან და რაღაც სხვა ფორმულით უყურებენ ყოფით რაღაცეებს რა, ანუ ჩემი დამკვირვებლობით ყოველ შემთხვევაში და ეს მომენტი ძალიან ისაა რა, მნიშვნელოვანია რომ იცოდეს აი qadri ესე ვთქვათ რა, არ რაღაცა უხეშად ვთქვა რომ აი
იმ დროს რაღაცა უნდა და მაგალითად ვთქვი არა ძვირია მეთქი ეხლა არა კაი მე მაქო მოგცემო და მე დამიბრუნეო რა ანუ ეგრე მომიგვარა თემა რა მაინც მიიღო ის რაც უნდა ხო ხო და ეს რავი ისეთი თემა არის ზოგადად პრაქტიკული აზროვნება უფრო ხშირია რა მე რასაც უყურებ ამის სამეგობროსთანაც მეგობრობ ხოლმე და აქედან ჩემი დასკვნა ეს არის. კარგი, მოკლედ სამივე მამამ, აი თითო ფრაზით რომ მითხრათ, აი ყველაზე ხშირად რა უნდა იყოს თქვენი მხრიდან, აი მამების მხრიდან რა უნდა იყოს მხარდამჭერი ფრაზები მაგალითად და ის მთავარი ქმედებები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს. არის ჩემი მეგობარი, რომელსაც ჩვენ ხელა შვილი ყავს, ერთხელ მკითხა რომ კატო ყველაფერზე მადლობას როგორ ასწავლეო რომ ყველაფერზე მადლობას იძახს დაბადებიდან მეთქი რაც უნდა გაეკეთებინა ჩემი მიმართებაში მე ვუხდიდი მადლობას მეთქი რა და ეს ავტომატურად კატოში დაინერგა და ყოველთვის ჩემთვის ალბათ მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის სიყვარული აუხსნა არა უადგილო ადგილას მაგრამ სადაც საჭიროა სადაც ის იგრძნობს ამ ჩემს სიყვარულს, მაგრამ ეს უნდა გავაჟღერო კიდევაც. იმის მიღმა, რომ ურთიერთობით სიყვარულს გადავწყვეტ, მაგრამ სიტყვიერადაც ალბათ ყოველთვის უნდა ვუმეოროთ, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ძალიან გვიყვარს. ლაშა. იცი მე ვფიქრობ, არ ვიცი ხა სიტყვით იქნება ეს ქმედები, ჟესტიკულაციით, მზერით თუ რამ, ერთი რაც ზუსტად ვიცი და ზუსტად ვარ დარწმუნებული, ეს უნდა იყოს ის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ ის, რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი მათ გვერდში ვართ რა, როგორ გამოვხატავთ ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. მთავარია რომ მათ იგრძნონ, რომ მათ გვერდში დგას ადამიანი, ვინც აბსოლუტურად ყველაფერს იზიარებს ისე, რასაც თავად განიცდიან. ნიკა. ვეთანხმები. დასამატებელი არის აი მხარდასაჭერი ფრაზები შენი მხრიდან, რომელსაც თქვა, აიჟღერებ ხოლმე მაშინ, როდესაც ელინეს სჭირდება შენი თანადგომა. არა. ჩემი ეს ჩვენი ერთობიდან ქმედებიან უფრო რაღაცა მოქმედება არის ვიდრე ის რომ რაღაცა სიტყვიერად მან სულ იცის რომ შენ მის გვერდით მაგან იცის რომ კი როცა საჭიროა და როცა არ არის საჭირო მაშინაც იმედი აქვს აი სწორი ფორმა ერთ სიტყვაში რაც ალბათ საუკეთესო ფრაზა რითაც უნდა დავასრულოთ გადაცემის ეს ნაწილი იმედი აქვს და თანადგომა პირველ რიგში ყველაფერში უნდა გრძნობდეს შენ თანადგომას გაჭიროება და დედაც ასევე იქნება იმედი მაქვს იმედი თავისი შვილებისთვის უკიდურეს გაჭიროებაშიც კი ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ წარმატებები გისურვოთ ჩვენ ძალიან თქვენს მამაშვილობას ეჭვი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით ბევრჯერ ამ თემით მეგობრებო უნდა დაგემშვიდობოთ კარგად ხუთხარი კარგი პატარა გოგოებს დავემშვიდობები ახლა და ესეც ლამაზ და მაღალ და ძალიან ჭკვიან გოგოებს შეუვხდებით თქვენს ნებართვით შეიძლება კარგი